საშხაპე სისტემა გამოვიწერე. ბუდი ხო ერთად გამყუთოთ. ახლა მოიტანეს. Facebook-ზე შემხვდა რეკლამა და ისეთი რეკომენდაციები ქონდა, რომ იმედი არ მოვტყუვდი. ნახოთ რა გამოვა. ერთი ზული მოგს დავაყენებინა. ჯერ გავხსნა და ეცა. აქვე მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით ჩემო ძვირფასებო როგორ ხართ. იმედია ყველა ხართ კარგად და იმედია დარჩენილ დღეებს საფხულისას ირგებთ ისე როგორც თქვენ გულს უხარია. მოკლედ რომ გითხრათ ამ ნივთს კარგა ხანს ვუტრიალე, ფერი განსაკუთრებით მომწონდა. ძალიან მარტივი ასაწყობია სხვათა შორის ერთი შეხედვითაც მიხვდებით სად რა როგორ და რანაირად უნდა დაამაგროთ. ბუბუ რა თქმა უნდა ყოველთვის ჩემ გვერდით არის, შიგადაში გოჯახობაც მაკითხავდა. მოკლედ მარტივი ასაწყობია რა, ესე ბევრი ვარ ვილაპარაკო, ძალიან ადვილი ასაწყობია. ძალიან მარტივი დასამონტაჟებელია, ძველ სისტემაზეც მარტივად წავიდა, ანუ არაფრის თავიდან გახვრეტა და ასე შემდეგ არაფერი არ მოუწია. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით გამოყენების დროს არის კომფორტული, ამას უკვე კარგა ხნის შემდეგ ვწერ და ვადებამ ხმას. გაიცოდეთ, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს ეს, იმიტომ რომ არ არის ახალი გადაღებული ეს კადრები. ძალიან კომფორტულია, საერთოდ წყლის ლაქები არ ემჩნევა. განსაკუთრებულად მომწონს ფერი. ისე რომ თუ კი თქვენ შეხვედრიათ მისი რეკლამა და ფიქრობთ, ნეტა ივარგებს თუ არა, მე გეუბნებით უკვე დაახლოებით ორკვირიანი გამოცდილებით, რომ კი, ნამდვილად ძალიან კარგია. ეს უკვე მეორე დღეა და აქ უკვე გთავაზობთ ხაშურის ამბებს. მოგიყვებით ნელ-ნელად, ანგაჩვენებთ ბევრ ამას და მთელი ჩვენი შემდეგი ნაწილი ვლოგის დათმობა სწორედ ხაშურს. გზა და გზა თუ კადრ და კადრ მოგიყვებით, რა გვინდოდა, რას დავდიოდით, რატო ვიერეთ. მოკლედ ორდღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ერთ დღეს ვერ დავასრულეთ და გავაგრძელეთ მერე მეორე დღეს. ჩვენი დაწყებული საქმე. იმდენი რაღაც გადავყარეთ, იმედია ჩემთას არ ახსოვს. შენიყავით გვაცას შობლიურ სახლში, ასე ვთქვათ, სადაც პრინციპში ხალი არ ცხოვრობს და ძალიან დასალაგებელი იყო, ძალიან ბევრი რაღაც იყო გადასაყრელი, მოკლედ მთელი ამბები მქონდა. თითქმის ყველა საქმე რომ მოვამთავრეთ და უკვე ბოლოსკენ რომ გავედით, გვანცა მოდი ეს რა ქვია ამას პლაშატკასაც გადავრეცხავ რა, ანუ ბარემ გამოგვიო და მოსაღამოვებული იყო უკვე პრინციპში ბნელო და აღარ დავიტოვოთ ხვალისთვისო ბევრი საქმეო და პრინციპში აღარც არაფერი გრჩებოდა. სამზარეულოში ვარ მე შესული, გვანცა გავიდე გარეთ, ეს ცოცხი არ ვიცი რაღაცა ფიცრებია სახურავისთვის თუ რაღაცისთვის განკუთვნილი დალაგებული და იქ ყოფილა კრაზანების ბუდე, გამოუსვა ცოცხი და ეს კრაზანები შემოეხვივნენ და კარებთან იქვე იდგა, კარებთანვე იდგა და ისე დაიბრა და ისე აირდაირია, საწყალი შიშით ვეღარ შემოდიოდა, სახელურს ვერ პოულობდიო, რომ შემოსულიყავიო სახლშიო. როგორც იქნა შემოვარ და შემოყვნენ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე 4-გან თუ 5-გან იყო დაკმენი, 4 ნაკმენი ქონდა თუ არ ვცდები გვანცას და ეხა კი მეცინება, მაგრამ მაშინ საშინოდ შეგვეშინდა და ძალიან გამომწარდით. ხო და მეც რატო გადავწყვიტე, ვაიმე მეთქი, მან რა უნდა და კრასანების ბუდას კარები გავაღე და კარის გაღება იყო და წამის მიაზეჯი აი აქ. ეს საკონტროლო საკონტროლო კბენა მივიღე ერთი ცალი კონტროლკა. მე მეგმერთა შეგვეშველო, შეგვეშინა მე აღარაფერი ფანჯრიდან გადმოვედით, კარებიდან ვეღარ გავედი, ანუ საგიჟეთი ქონდათ, ეთყობა რა უყარა და რაღაცა პოდროება დაუღია, საერთოდ შერყეულები იყვნენ ეს კრაზანები. კარებიდან ვერ გავედით, გადავედით სამზარეულოს ფანჯრიდან და მე გაჩვენებდი ფანჯრას. ერთ ნაბიჯში უკვე გარეთ ვიყავი. ისე რომ შიშიო ხერი რამე არის რა. წამოვედით მე სხვა გზა არ იყო, ხო ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებდით. მაინც ვერ მოვითმინეთ დექსამეტასონები ვიყიდეთ აფთიაქში. და ვიცი კი ღირდა არ ღირდა მისი დალე ვარ ვიცი, მაგრამ მაინც უფრო სულიერად მშვიდად ვიყავი ჯანდაბას ერთი რაც იყო. მოკლედ გუშინ ეგრე რაღაცასო მცირე რაღაცები დაგვრჩა გასაკეთებელი, აი უმნიშვნელო, ალბათ 1.5 საათი საქმეც აღარ არის და პლუს დღეს უნდა წავიდეთ კიდევ და დავასრულოთ ეგაც და თან ვიყიდოთ რაღაცა პატარა შენაძენი უნდა გავაკეთოთ და გავგიყოლებთ თქვენც. წავედით ესენით?
მე როგორ დავახეთ ემილი არ გავუტეხე დათასაც წავიდან ემილი წავედით დაწყებული საქმის დასასრულებლად ავიკრიფეთ რაღაც დაგვიწყო რაც გადავაგდეთ მიგვაქვს დანაკლისში არ იყოს კაცი ესეთი მხიარული დამლაგებლები წაინა თან გზა და გზა ხაშურის უნოვის გზაზე თქვენ ხო იცით ყველაზე სიჭრილი და სიფერადია ხოლმე გამოკიდებული და სადაც რამე ხელზე მოგხვდა ყველაფერი გამოვხიკეთ ვანცამ საქანელა იყიდა და მზუკუნა გონძეს ვიბროლაბაზია მგონი მზე ვიდრე ჩემი ეს ჩემი ერთი ქოხი დავამატე კიდევ ეს გვანცას ქოხი ძალიან მომწონს გვანცასი ვინაიდან ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვინდოდა ტექნიკის მაღაზიაში შევიარეთ და აქედან არც მე წამოვსულ ვარ ხელცარიელი აი ეს შევიძინე და კიდევ ხელის ბლენდერი ტექნიკის მოგვარების შემდეგ გადავინაცვლეთ უკვე ავეჯზე გვჭირდებოდა სამზარეულოში დასადგამად სასადილო მაგიდა და სკამები მოკლედ გვინდოდა თეთრში და სერში აი ესეთ ფერებში რაღაცნაირად ვერ ავეწყვეთ ზოგან მაგიდა მოგვეწონა და სკამი არა ზოგან სკამი მოგვეწონა და ფასი არა ზოგან ყველაფერი მოგვეწონა მაგრამ რაოდენობაში არ იყო და როგორც ხდება ხოლმე ხო იცით აი ძალიან რო გინდა და რო გჭირდება მაშინ რო გაწყდება ყველაფერი და მოკლედ ბევრი სიარულის სხვათა შორის ძალიან ბევრი ფეხით სიარულის შემდეგ მივაგენით საბოლოო ჯამში ჩვენთვის ასე თუ ისე სასურველ და ყველაზე უფრო კარგ ვარიანტს და გაჩვენებთ. ხაშურის გადათხრილი ქუჩების მადლით მოგვიწია ძალიან დიდი მანძილის ფეხით გავლა. ასე ბევრად უფრო მარტივად აღმოჩნდებოდით იქ სადაც მივდიოდით და უკვე ჩვენ ვშია არანორმალურად და ერთი კარგი ადგილი გვეგულებოდა. ძალიან დიდი ხანი გეგმავდით იქ და მაგ ადგილსაც გაგიზიარებთ, გაჩვენებთ, ძალიან კმაყოფილები წამოვედით სხვათა შორის. რადგან ჩვენ ხაშურში უნდა ყოფილიყავით მხოლოდ საღამომდე გვინდოდა რომ ეს ყველაფერი ანუ ჩვენი შენაძენი მოეტანათ იმავე დღეს ძალიან ვთხოვეთ და სხვათა შორის გაითვალისწინეს ჩვენ სანამ სახლში ავედით ანუ ქვემოთ კიდევ ქონდა მოსაგვარებელი საქმეები ფარდები ქონდა წასაღები ასევე და პლუს ხო ნუ საჭმელად უნდა გავსულიყავით სანამ ეს ყველაფერი მოვაგვარეთ და მოვამთავრეთ ყველაფერი უკვე სახლში დაგხვდა და რა ვიცი ება ყოჩა ხაშური რამე გიბრიელს შევჭამდი ამ ხუმრობაში უკვე ესეთი მშივრები ვიყავით გონი არ გვეკითხებოდა და ეხლა ფანტაზიებს უსმენთ აი აზი ურამე შევჭამდი ისე ცხოვრებაში რო არ მიჭამია და რო დავხედო და ვერც მივხვდი რა არის აი ესეთი რამე მინდა ერთი სუშია ვიყოთ და ერთი სხვა რაღაც ანუ ერთი სუშია ვიყოთ ის რა ვიყოთ ჩვეულებრივად ერთი აი სხვა რაღაც ავჭამდით უცხო ყველა მხრიდან საქმეს ვაკეთებთ თან საქმე თან გართობა ვიცით ახლა აზიურ სამზარეულოში რომელშიც ვერა და ვერ მოაღწია და ხოლმე მაინტერესებდა მე საყვარლობა გვიტანის ნახით ხარ სიგიზია ვანცა ანუ 10-დან 100 ხალხო მაგარია იგივეს ვიტყოდი მართლა ძალიან გემრიელია მე ზოგადად სუშის მოყვარული არა ვარ და აი მე გემრიელებად ის არ ამქვეყნიურა ჩაყარებული არ მომწონს ოიშოს სასწრაფ მხოლოდ რა რაღაცა კონკრეტულს ამაზე გავვრეკე გემრიელესია ჩემთვისაც კი უგემრიელესი ბოლოს გემრიელი დესერტიც მივაყოლეთ და წავედით ჩვენი საქმის გასაგრძელებლად კი არა და დასასრულებლად უკვე წავიღეთ ფარდებიც დალაგებისა და მოწყობის პროცესი დიდად ბევრი ვერაფერი გადავიღეთ იმიტომ რომ მართლა ძალიან ცოტა დრო გქონდა და უამრავი საქმე ამისთვის მართლა არავის ეცალა თან ამ დღეს უკვე ბავშვებთან ერთადაც ვიყავით და ხედავთ უკვე ნახე თავიდან ახდებოდა ამ ოთახში დასასრულს კი ხედავთ. ჭურჭლის სარეცხის მანქანის ხელოსანს არ ეცალა, რადგან ჩასაშენებელია ყველა ვარიანტი ის გვჭირდებოდა, ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავესწარით მის ჩაყენებას. მე როგორ უფრო კარგად შეივსება და შეიფუთება. საგულდაგულოდ შევარჩიეთ ყველა ოთახისთვის ფარდები და მე ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ზუსტად ის შევიძინეთ რაც გვინდოდა, ზუსტად ისეთ ფასში რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იყო და მოკლედ 10-დან 10-ზე ჩავაბარეთ გამოცდა. ყველაფერი წავიდა ერთ ფერში ასე თუ ისე. მანამდე რა სიტუაცია იყო ის რომ გადამეღო, კარგი იქნებოდა, უფრო კარგად აღიქვამდით სხვაობას, მაგრამ არა უშავს. მასაც შევცვლით.
ალბათ ერთად დღეში. მეც გუშინ ის კრაზანების ამბავს რო უყვებოდი, ჩვენ როგორ გადავედით, არიცით? ხო შემოგვიფრინდნენ სახლში, მოვიკეტეთ, მოვიწყდიეთ აქ სამზარეულოში. ჯავკეტეთ, კარები გარეთ ვეღარ გავდიოდით და შიში როგორიო ხერია პოსტა დაფიქრეთ. რა დონისო ხერია რა. აი ფანჯერიდან ისე გადავედი, ერთი ფეხი მქონდა აქ და მეორე პირდაპირ იქ. პირდაპირ გადავედი. ნუ ეგეთი სახუმაროც არ არის რა, ანუ თუ შემეშინდება შეიძლება თებზე გადავიდე კიდე. მაშ მეგობართან შევალთ აქვე ცხვირწინ ბავშვობის თუ ახალგაზრდობის წლები გავიხსენოთ. ოღონდ თვალი არ ვიცი თუ მარტოა. ხო და წავედით სახლებში, გვანცა თავის სახლში და მე დღეიდან მატოვჩები. თუდია. მხიარული ნოტით წამოვედით ხაშურიდან, მანამდე როგორც გითხარით, ჩემ მეგობართან ვიყავით და ძალიან კარგი დრო გავატარეთ და ძალიან ბევრი კარგი მომენტი გავიხსენეთ ჩვენი ცხოვრების, წინა ცხოვრების. აქ უკვე მეორე დღეა და ვამზადებ ჩემ სამზარეულოს, ხო, ამ ღამეს გვანცა წავიდა სახლში და აქედან უკვე მარტო ვარ. მარტო ვაგრძელებ ჩემ ცხოვრებას. თან ჩემი ციკია ზოგადად რაღაცას რომ ვამზადებ, თავ და დავალაგო. არ ეთყობოდეს თუ ვინმე საკეთებს. როცა ცალია და დაელოდე მალე იქნება. შეედო. იმდენი სარეცხი მაქვს ახლა. დასარეცხიც, დასაკეციც და მისაბარგებელი. უამრავი, რადგან გარეთ ცოტა არასტაბილური ამინდია, ვაშრობ მანქანაშივე რომ ზედმეტად რო არ დავკარგო გაფენა აღებაში და შეიძლება უფრო დროზე ადრე აღებაც მომიწიოს და რაც შეეხება ამას. მე ძალიან დიდი რეკომენდაცია ხალხო, რავი, ჯერჯერობით კაია. ფერიც ისეთია, სმენდილი რო გაქვს და რო ეთყობა რა, არანაირი წყლის ლაქები არ ედება საერთოდ და ისე მარტივად იწმინდება, რადგან ეს გამოდგა. ზუსტად ასეთივე ფერის ორი ონკარი გამოვწერე. აბაზანისთვისაც რაღაცეთი ბრიცება გადის გამოდის და იმასაც გაჩვენებთ რომ მომივა. იმედია ისინიც ასეთივე კარგები იქნებიან, იმიტომ რომ ეს რომ მომეწონა მაგიტომ გადავწყვიტე ზუსტად თითქოს იგივე მასალა ჩანს და იგივე ფერი. იმედია რომ ეგრე იქნება და გაჩვენებთ მე იმასაც და თუ მომეწონება გეტყვით. ეს ძალიან მომეწონა. სადილის მზადება დასრულდა, ასევე მომამზადე ადგილი ჩემი ახალი შენაძენის დასასკუპებლად. ეს ზღელის ბლენდერი ეგდოს ოჯახში რა იცი რა ხდება, ანუ არა, ბევრჯერ დამჭირვებია მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დიდი ზომის ბლენდერი მაქვს, ეს ხელიცაც უნდა იყოს და რადგან ოჯახში ყველაფერი უნდა იყოს, გქონდეს ჩვენი რავიდის. რეალურად დაჯდა. ხო ვამბობ, რომ აი ვითომ არ არის ჩემი სამზარეულო პატარა, მაგრამ რაღაცა რომ მოიხედები და ტექნიკას და განათავსებ, თითქოს რაღაცა ვეღარ ვეტევი ხოლმე მე ამის რომ ვაკეთებ. და აი ეს არ ვიცი, მე მგონი სულ ტყუილად მაქვს შუაში რომ დევს. მეორე თაროზე რომ დევს. გრილს გადასარევად ვიყენებ და იმას უკვე აღარ ვიყენებ, თუმცა დრო იყო რომ ძალიან კარგად ვიყენებდი. და წავიღო. ამასობაში გავიდეთ ბოლოსკენ, ჩემო გოგონებო და გემშვიდობებით, იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და მას ვისაც არ ვყავარ გამოწერილი, ნუ გავიწყდებათ ღილაკზე თითის მიჭერა და ნუ დალაიქება გეზარებათ ხოლმე. ამით თქვენგან ვგრძნობ რაღაცნაირად უკავშირს და მეხალისება მე უფრო მეტი ვიდეო გადავიღო. გალამაჟდა. დღეს ესეთი ამინდია გეფსები მგონია რომ შემოდგომა მოვიდა უკვე. ესე პროფილურად და მშვიდობების დრო მოვიდა ამასობაში. მოკლედ, კაი გოგოები ხართ, ვინც უყურებთ ხოლმე ვიდეოებს, ვინც მიკომენტარებთ ხოლმე ძალიან კარგი. და რაღაცნაირად კავშირზე რომ გამოდიხართ ხოლმე რა. ძალიან ხარია.